La verdad es la verdad. ეს სიტყვები ცნობილ ესპანელ პოეტსა და მწერალს ანტონიო მაჩადოს ეკუთვნის. მისი წერილები, რომლებიც ესპანურიდან მერი ტიტვინიძემ თარგმნა, წიგნის სახით გამოიცემა. აქამდე ქართველი მკითხველი ანტონიო მაჩადოს როგორც პოეტს უფრო მეტად იცნობდა. მალე კი მათ საშუალება ექნებათ მწერლის საკმაოდ საინტერესო, მრავალმხრივ, აქტუალურ და ამავე დროს პრობლემატიკურ თემებზე დაწერილ წერილებს პირველად გაეცნონ. Antonio Machado ცნობილია როგორც პოეტი საერთოდ და ძალიან გვიან აღმოჩნდა მისი პროზაული ნაწარმოები, რომელსაც უწოდა Juan de Mairena, ანუ Juan de Mairena-სა და Abel Martins ფსევდონიმით აქვეყნებდა სტატიებს და პუბლიცისტურ წერილებს იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე უფრო მძიმე დროი დგა ესპანეთში, ეს იყო დიქტატურის სასტიკი პერიოდი და ასევე სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომის დროს გასაკვირველი ანტონიო მაჩადოს სასტიკად იდევნებოდა, მაგრამ აი სწორედ აბელ მარტინისა და Juan de Mairenas ფსევდონიმით აქვეყნებდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თავის სტატიებსა და პუბლიცისტურ წერილებს. ანტონიო მაჩადო ცნობილია როგორც დიდი პოეტი, გამოჩენილი პოეტი მთელი მსოფლიოსთვის. კარგად ცნობილი და ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ანტონიო მაჩადო ამ წიგნით შემოდის როგორც დიდი მოაზროვნე. ეს წიგნი მოიცავს ანტონიო მაჩადოს წერილებს, ესეებს, გამოხმაურებებს, სხვადასხვა ღონისძიების დროს წარმოთქმულ სიტყვებს და უმთავრესი თემები ალბათ არის სახელმწიფოებრიობა, კულტურულ საზოგადოებრივი ცხოვრება. ანტონიო მაჩადო ირუისის შემოქმედება იმდენად არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის გარდა ლიტერატურისა ჩაბმული იყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, რაც მის წერილებში მკაფიო დაისახა. როდესაც მკითხველი მწერლის ნააზრევს გაიცნობს, მიხვდება, რომ საკითხები და პრობლემები, რაზეც ესპანელი მწერალი ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ წერდა, აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ანტონიო მაჩადო გატაცებული იყო მიგელ დე უნამუნოს ეგზისტენციალისტური კონცეფციებითა და ზოგადად პიროვნებით. მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო, რაც რა თქმა უნდა მაჩადოს წერილებზეც აისახა. კატასტროფის თაობის ყველაზე უფრო გამოჩენილი პიროვნება, რასაკვირველია უნამუნო იყო, რომელიც იყო ამის იდეური ხელმძღვანელი და მისი დევიზის მემტკივრა ესპანეთი დაირაზმა მთელი ეს თაობა. მათ შორის იყო ანტონიო მაჩადოს, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა მიწერ-მოწერა ჰქონდა მიგელ დე უნამუნოსთან და ძალიან უწევდა ანგარიშს მის ყოველ გამონათქვამსა და მის საერთოდ მის კონცეფციებს, განსაკუთრებით ეგზისტენციალისტურ კონცეფციებს. პირადად ძალიან მომწონს ანტონიო მაჩადოს დამოკიდებულება მიგელ დე უნამუნოსადმი და ეს სიტყვები რო გავიხსენოთ მისი გამოჩნდა დიდი ესპანელი, ვისაც ძალიან ველოდებოდით. ბრძენი ეჭვგარეშია უფრო მეტიც სავან, როგორც სიტყვია საფრანგეთში, მაგრამ ყველაზე უწინ პოეტი მესაათე, რომელიც მოვიდა, რათა მომართოს საათები, მრავალი საათი, მინდოდა მეთქვა მრავალი სული მეთქი, რომლებიც სხვადასხვა დროზე გაჩერდნენ, ახლა მან უნდა დააყენოს თავისი ხალხისა და მოდგმის მერიდიანზე. ამის მერე ეს საათები იმუშავებს ერთ დროზე, სხვებსაც დაეწევა და კიდეც გაასწრებს. არ დაგხვლის ეს ერთიანობა, ძალიან დიდია ეს დონ მიგელი. არადა სულ ახლახან ჩვენთან ერთად მიირთმევდა ყავას. მთარგმნელი სხვადასხვა ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოების მფლობელია. ნათარგმნი აქვს უამრავი ესპანელი მწერლის ნაწარმოები, მათ შორის მიგელ დე უნამუნოს შემოქმედების საკმაოდ დიდი ნაწილი. თარგმნის ურთულეს პროცესში, რომელიც ერთგვარად მწერლის შემოქმედების კვლევასაც მოიცავს, მერი ტიტვინიძე უპირველეს მნიშვნელობას უცხოელი ავტორების ქართულ ფესვებთან კავშირს ანიჭებს. პირველი პრემია მიგელ დე უნამუნოს ესეებში, გალას პრემია,
რომელიც განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ მე მქონდა ანალოგია გაკეთებული ილია ჭავჭავაძესთან წინა სიტყვაობაში, ერთ-ერთი პირველი ესეი იყო ფაქტურად ჩემი, რომელშიც ვახსენე ილია ჭავჭავაძე, რომელიც ასწრებს ფაქტურად აი ამ კონცეფციაში, ინტრაისტორიისა და შიდა ცხოვრების ისტორიაში მიგელ დე უნამუნოს. ანტონიო მაჩადოს წერილებს ციგნის სახით გამომცემლობა არტანუჯი გამოსცემს და დაინტერესებულ მკითხველს მისი გაცნობის შესაძლებლობა ერთ კვირაში უკვე ექნება.